სპორტის შემდეგ კულტურის სიახლეები ერთი საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძის ნამუშევრების საფრანგეთში ისევ გამოიფინება. დაბრუნება პარიზში ასე ერქმევა ექსპოზიციას, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პროგრამის ფარგლებში კომპანია სილქნეტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყობა. გამოფენის დახურული გახსნა მაიოლის მუზეუმში 16 სექტემბერს იგეგმება, რის შემდეგაც დამთვალიერებელს კაკაბაძის 40 ნამუშევრის ნახვა 5 თვის განმავლობაში შეეძლება. გამოფენას ჩვენი კორესპონდენტი მარიკა შალიკაშვილი გააშუქებს, მანამდე კი ის მოსამზადებელ სამუშაოებზე გიამბობთ. ეს არის მოსაწვევი, რომელიც დაბეჭდა საფრანგეთის მხარემ. მოსაწვევი, რომელიც საპატიო სტუმრებს საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში ეპატიჟება, ადრესატებმა უკვე მიიღეს. დავით კაკაბაძის ნამუშევრების პარიზში დაბრუნება მაიოლის მუზეუმში 16 სექტემბერსაა დაგეგმილი. დახურულ ვერნისაჟზე მიპატიჟებული სტუმრები კაკაბაძის ეგრეთ წოდებული პარიზული პერიოდის ნამუშევრებს პირველები დაათვალიერებენ. 17 სექტემბრიდან კი ხელოვანის ოჯახის პირადი კოლექციიდან შერჩეული 40 ტილოს ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბური და მსხვილი ღონისძიება არ ყოფილა საერთოდ, რაც ჩამოვიდა პარიზიდან დავითი თბილისში. იმის მერე ფაქტიურად პირველად არის პარიზში 100 წლის შემდეგ. საფრანგეთისთვისაც მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ ამას, რა ხდებოდა მაშინ პარიზში იმ რაღაცა ძალიან დატვირთულ და ინტენსიურ პერიოდში. გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფილმწერის, ხელოვნების მკვლევარის, თეატრისა და კინოს მხატვრის დავით კაკაბაძის მოღვაწეობის 9 წელი საფრანგეთს უკავშირდება. 1919-27 წლებში შექმნილი ტილოები ცნობილი ფრანგი მოქანდაკის არისტიდის მაიოლის სახელობის მუზეუმში კომპანია სილქნეტისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამოიფინება. მუზეუმი 1995 წელს მოქანდაკისა და მხატვრის მეუღლემ, მისი შემოქმედების მთავარმა მუზამ დინა ვერნიმ დააარსა. ზუსტად ერთ კვირაში პარიზში მაიოლის მუზეუმში, რომელიც არის პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი, განთქმული მაღალი ხარისხის ექსპოზიციებითა და დარბაზებით, გაიმართება დავით კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა, დაბრუნება პარიზში. ამ გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ორგანიზატორი გახლავთ კომპანია სილქნეტი და ეს არის, მე მგონი, როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა 2014 წლის. დავით კაკაბაძის ნამუშევრების პარალელურად 16 სექტემბერს მაიოლის მუზეუმში მიწვეული სტუმრები იტალიური დინასტიის ბორჯიების პირად კოლექციაში დაცულ ნამუშევრებს დაათვალიერებენ. ექსპონირებულ რარიტეტებს შორის იქნება მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ტიციანის ტილოები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს გამოფენა იტალიურ ძალიან დიდ ექსპოზიციასთან ერთად იხსნება. შესაბამისად, უამრავი ძალიან საპატიო სტუმარი არის დაპატიჟებული. ეს გამოფენა ევროკავშირთან კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მე ვფიქრობ, რომ ამდაგვარი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელოვნების და კულტურის პრომოტირებისთვის საზღვარგარეთ. დავით კაკაბაძის ნამუშევრების ნახვა მაიოლის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს 15 თებერვლამდე შეეძლება. შემდეგ კი ტილოები თბილისში დაბრუნდება.